ეთერში დებატების ფონზე წარიმართა საპარლამენტო უმცირესობის ხდომა, სადაც ფინანსთა მინისტრს უსმენდნენ ნოდარ ხადურმა უმცირესობას 2015 წლის ბიუჯეტის პარამეტრები წარუდგინა. უმცირესობა სახელმწიფო უწყებებში გაზრდილი საშტატო რიცხოვნობით, სოციალური პროგრამების დაფინანსებით და პენსიების ზრდის საკითხით დაინტერესდა ოპოზიციის წევრებს კითხვები ჰქონდათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებითაც. რამდენიმე საკითხს თვალმაზე განსაკუთრებული ხმაურე მოხდა უმცირესობის წევრები ეჭვმენ, რომ ბიუჯეტის შესრულებას 2015 წელსაც პრობლემები ექნება. და 60 მილიონზე ნაკლებით ჩვენ არც ერთი წელი არ დაგვიმთავრებია. როდემდე უნდა იყოს ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებაში, როდემდე არ უნდა გააკეთოს არაფერი ფინანსთა სამინისტრომ და როდემდე უნდა იცვლებოდეს პრემიები, დანამატები, წახალისებები, ჯილდოებით, როდემდე უნდა იხარჯებოდეს ასობით მილიონი ჩინოვნიკების შესანახად, მაშინ როდესაც ბიუჯეტი გარღვეულია, მაშინ როდესაც არ იზრდება პენსია თუ იზრდება ვერ გაიგო ყოველ შემთხვევაში მე მგონი თქვენს ვერ ამბობთ კონკრეტულ თარიღს და თანხას რამდენით გაიზრდება და საერთოდ აპირებთ თუ არა როდესმე რომ ამ საკითხს ბოლო მოეღოს. თქვით რომ არის სამინისტროები რომელსაც უარს ვერ ეუბნებით რომ არ მოუმატოთ ფონდი და არის სამინისტრო მომავალი წლისათვის სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები არ იზრდება. მესამე წელია როდესაც თქვენ ამბობთ რომ მომავალ წელს დარეგულირდებაო, სულ როგორც ჩანს ესე იგი მომავლის და მომავლის იმედით ახარ და მანამდე ტოვებთ იმის საშუალებას რომ ათასობით ლარებით პრემია გაიწეს. პრემიები არის შემცირებული 14 მილიონი ლარით. გაზრდილია შრომის ანაზღაურება თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს გასულ პერიოდს რაც შეეხება. არა მარტო, აი ზუსტად ჯარისკაცების ხელფასებია გაზრდილი და პოლიციელების. რაც შეეხება თქვენ ბრძანებთ რომ 101,000 კაცი მუშაობდა და ეხლა რიცხვები გვიყვართ რა. რიცხვები თუ კი რამე გაკეთდა ამ წუთამდე და თუ კი რამე აშენდა ჩვენ დროს დადებული ხელშეკრულებებით, ჩვენ დროს მოძიებული თანხებით, დონორებისგან მათ შორის